თანაკლასელის მკვლელობაში ბრალდებული 47 წლის მეჯვრისხეველი კაცი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ბრალდების მხარის თქმით, კლასელებს შორის მომხდარ სისხლიან ანგარიშწორებას წინ ფიზიკური დაპირისპირება უწყოდა. ვიტალი ჯოჯიშვილი სანადირო თოფიდან გასროლით ყელის არეში მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. დაცვის მხარე მოსამართლე დავით მაკრაძის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას თბილისის აპელაციო სასამართლოში გეგმავს. შემდეგი პროცესი 4 აგვისტოს არის ჩანიშნული. მკვლელობა სოფელ მეჯვრისხევში 9 ივნისს მოხდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურის მიერ სასამართლოს მიემართა შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან მისი მხრიდან არსებობდა მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის მომეტებული საფრთხეები. ბრალდებულს და დაზარალებულს წარსულში დაახლოებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტური სიტუაცია. მკვლელობის დღესაც მოხდა ეს კონფლიქტი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა მათ შორის, ის შემდეგაც ისინი ადგილზე ყოფმა პირებმა გააშველეს, გაბრაზებული ბრალდებული წავიდა სახლში, აიღო მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი და შურისძიების მოტივით უკვე დასრულებული კონფლიქტის დროს მეზობლის სახლში მყოფ თავის თანასოფლელს, თანაკლასელს, სწორედ ამ თოფის გამოყენებით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არის არაერთხელ, ძალადობრივი დანაშაულების ჩადენაზე არის ნასამართლევი. სასამართლოს განჩინებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების სახით, რა თქმა უნდა, შეეფარდა პატიმრობა, რასაც არ ვეთანხმებით დაცვის მხარე და რასაც გავასაჩივრებთ დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში. დავამატებ, რომ მან გამოიყენა ამ ეტაპისთვის დუმილის უფლება.